ვუყურებთ, მაგრამ ვერ ვხედავთ. ვამჩნევთ, მაგრამ ვერ იდებით. ვპირდებით, მაგრამ გვავიწყდება. დროა შევიცვალოთ მენტალობა. დროა გავიგოთ მათზე მეტი და ვუთხრათ, ჩვენ აქ ვართ. ფართომასშტაბიანი სოციალური რადიო პროექტი იმედზე. ნინო მეუნარგიასთან ერთად. ჩვენ აქ ვართ. მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ჩვენ აქ ვართ, მე ნინო ვარ, მეუნარგია. სულ ცოტა ხნის წინ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის საფეხბურთო კლუბი მებრძოლეები გაიხსნა. დღეს ჩემი გადაცემის სტუმრები არიან კლუბის დამფუძნებლები გაიოს და გიორგი ციხისელები. დიდი მადლობა სტუდიაში მოსვლისთვის. მსმენელს შევახსენებ ჩვენ საკონტაქტო ნომრებს 292 11 88 292 11 99. ვიცი რომ გადაცემა ძალიან კარგი იქნება, იქიდან გამომდინარე რომ ძალიან კარგი სიახლე თქვენ კონკრეტულად დაიწყეთ მუშაობა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან. მაგრამ სანამ უშუალოდ კლუბზე გადავალთ, ბატონ გიორგი, მე მაინტერესებს, როდის დაიბადა იდეა, იყო თუ არა რაღაც, გქონდათ თუ არა мотиваცია, რატომ საფეხბურთო კლუბი აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ ტელემაყურებელს, მსმენელს, დიახ. ეს იდეა დაიბადა ბავშვობაში, მე როცა ფეხბურთს თამაშობდი. ჩემი ერთ-ერთი გუნდელი, ჩემი მეგობარი არის აუტისტური სპექტრის მქონე სუბუქი ფორმის, რომელიც იყო ჩვენი კლუბის მეკარე. ჩვენ ეს იდეა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცოდით, მე ვიცოდი და ჩემო მწვრთნელმა გუნდში, რომ ეს ბავშვი იყო აუტისტური სპექტრის მქონე. მოგეხსენებათ, რომ ადრე ამ პრობლემაზე ბევრი საუბარი არ მიდიოდა, ეხლა უფრო გახდა ესე ვთქვათ, ხალხისთვის ცნობილი და მასისთვის ცნობილი. შესაბამისად, ჩვენ ჩემ მეგობართან ერთად მოგვივიდა ეს იდეა, რომ გაგვეკეთებინა საფეხბურთო კლუბი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების, სკოლის ასაკის ბავშვების. ჩამოყალიბდა ჩვენი კლუბი, ესე ვთქვათ, ოფიციალურად მარტში. უბრალოდ მე ერთი რამე მინდა ვთქვა, ჩვენ ყოველთვის ვფიქრობდით, საიდან დაგვეწყო. დიახ. იმიტომ რომ მე რამდენადაც ვიცი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებში ამპუტირებულთა საფეხბურთო კლუბი არსებობს, ოღონდ დიდი ასაკის პარასპორტსმენები კი დიდ ასაკში. ჩვენ გავაკეთეთ ეს სკოლის ასაკში. ეს არის ჩვენი კლუბი არის 6-დან 14 წლამდე. ანუ ასაკობრივი ზღვარი არის 6-დან 14-მდე. 6-დან 14 წლამდე. და რატომ მაინდა 14-მდე და არა 16-მდე? ნუ თავიდანვე ეს შევჯერდით, რომ ყოფილიყო ზღვარი 14 წელი. ნუ ეხლა თუ ვინმე დაუშვათ იქნება უფროსი, შესაბამისად ეხლა ჩვენ უკვე იმდენი ბავშვი ყავს, ასე დაახლოებით 32 ბავშვია და მშობლები კიდე აქტიურობენ, გვირეკავენ, გვეუბნებიან, რომ აი სათხართ რასაკეთებ. მე მინდა ერთი რამე აღვნიშნო, რომ აქ ჩარიცხვა ბავშვების არის სრულიად უფასო. ჩვენ ტრანსპორტით შესაბამისად უზრუნველყოფას გვიწევს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი, სპორტის სამინისტრო დაგვეხმარა, ძალიან გაგვიწია ფინანსური დახმარება, რომ ჩვენ დაგვეწყო ეს პროექტი. ძალიან საინტერესო პროექტია. მე თვითონ ყოფილი ფეხბურთელი ვარ და მე თვითონაც აი ძალიან დავინტერესდი ამ პროექტით, იმიტომ რომ ჯერ ამას დიდი ისტორია აქვს. ყველაფერს თავი დავანებოთ, ლეონელ მესი მთელ მსოფლიო მიცის, რომ არის აუტისტური სპექტრის მქონე. 8 წლის ასაკში დაუდგენდა აუტიზმი. თქვენ აღნიშნეთ, რომ მშობლები გირეკავენ და გეკითხებიან, სად არის და სად არის ეს კლუბი? სად არის ეს? ჩვენ ვარჯიშობთ ბაქსუდის სკოლაში. დიახ. შესაბამისად ტერიტორიულად სად არის? წყნეთში ვიკრიბებით 3 საათზეა ვარჯიში ჩვენი. 15 საათზე ვიკრიბებით ჭავჭავაძეზე, ვაკის პარკთან და ტრანსპორტით გადავადგილდებით მერე წყნეთში. კარგი, რა შეეხება პირობებს? რა პირობებში ვარჯიშობენ ბავშვები? პირობებს რაც შეეხება, ეს არის ღია სტადიონი, ჯერჯერობით. პრინციპში
ჩვენ პარასპორტის ცენტრთან ესე ვთქვათ ბატონ შალვასთან სიტყვიერად მოლაპარაკებულები შალვა მაისურაძესთან კი მოლაპარაკებულები ვართ რომ სავარაუდოდ ჩვენ თვის ბოლოდან გადავალთ პარასპორტის დარბაზში ეს აუტისტური სპექტრის მქონე გუნდი ჩვენი საფეხბურთო მანამდე ჩვენ ვარჯიშობთ ღია მოედანზე რაც შეეხება კიდე ერთი რამე მინდა ვთქვა მე დიდი მადლობა მინდა უთხრა ბატონ ლევან კობიაშვილს რომ მან გაგვიწია დიდი დახმარება ინვენტარის სახით ფეხბურთის ფედერაციას იქ ჩემი ესე ვთქვათ ნაცნობი და მეგობარია ნიკა ჟღარგავა ვიცე-პრეზიდენტი რომელიც თავიდან დაგვეხმარა ძალიან რომ ლევან კობიაშვილამდე მისულიყო ეს ამბავი ფაქტია რომ ამ დროს გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ამხელა კლუბის ხო ფუნქციონირება ძალიან რთულია კარგი და რა მაინტერესებს ბატონო გაიოს თქვენ აღნიშნეთ ბატონ გიორგი რომ 32 ბავშვია ხო ეს 32-ვე ბავშვი ამ პროცესში უკვე ჩართულია კი ეს ბავშვები უკვე დადიან დაიწყეს ვარჯიშები და მაგის გარდა კიდე არის მშობლების ზარები რომლებამდეც მივიდა ეს ინფორმაცია და გვეკითხებიან ზოგადად რა ხდება სად ვარჯიშობთ რა პირობებია და ამ ყველაფერს უკვე ფეხბურთის მხრივ კი არა ესე რომ ვთქვათ აი ეს სპორტული თერაპიის სახე ეძლევა იმიტომ რომ პროგრამის ეს ბავშვები არიან თბილისის 4 ძირითადი აუტისტური ცენტრის კონტინგენტი ჩვენი პროგრამით როცა ამ ცენტრის ხელმძღვანელებთან მქონდა ლაპარაკი რაღაცნაირად ისე დაემთხვა რომ მათი მოწონებას დაიმსახურა ამ პროექტმა და ესე იგი ყველა ბავშვი ხო დადის ნუ მეტნაკლებად ეხლა ჩვენ სხვა საფეხბურთო ორი კლუბი ყავს კიდე და დამწყები ბავშვები ყოველთვის ბურთი ყველა ბავშვს უხარია ყველამ არ იცის როგორ რანაირად მაგრამ აი ამ ორი თვის მანძილზე რაც ვარჯიშები გვაქვს ძირითადი კონტინგენტი უკვე თითქმის აი ბურთის ტარებას ნიშნულებში გაზრომ გამოძრომას რო თქვა სამ საფეხბურთო ელემენტებს ეფუძნებიან და ალბათ უკლეს ხანში მივცემთ იმ სახეს რომ აი საჩვენებელი მატჩი გვინდა გავმართოთ ვინმესთან 24 რიცხვში ქონდა სექტემბერში ქონდა ნუ კლუბის ოფიციალური გახსნა ესე ერქვა და იქ ყავდა მისრეული ჩვენი მეორე კლუბი და ესე იგი ბავშვებს შორის ისეთი კონტაქტი დამყარდა და ისეთი სიხარული იყო რომ აი ვისაც არ უნდა ამ ემოციებზე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ სხვა ნუ სიცივებთან როგორც გიორგი მაგნიშნა როგორც კი აციოდება გადავალთ დარბაზში და გავაგრძელებთ ჩვეულებრივად ვარჯიშებს დარბაზის პირობებში აუტისტური სპექტრი ფართო სპექტრია ნუ არის დავუშვათ სხვადასხვა ფორმები ხო ბუნებრივია რომ სხვადასხვა ესე იგი ბავშვი ერთნაირი ბავშვი არ არსებობს ხო და აი თვითონ ბავშვებისთვის რამდენად მისაღებია აღმოჩნდა ეს თქვენ გაგიჭირდათ თუ არა მაინტერესებს კიდევ რამდენი მწვრთნელია ჩვენთან ესე იგი პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ არის მთავარი მწვრთნელი მეორე მწვრთნელი დამხმარე მწვრთნელი ფსიქოლოგი ფსიქოლოგიას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო აუტისტური სპექტრის მქონე საერთოდ ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა აქვს ერთ-ერთი მთავარია ფსიქოლოგია არის ექიმი გუნდის იმიტომ რომ ეს სპეციფიური საკითხია და რა თქმა უნდა ექიმი უნდა იყოს სრულფასოვანი კლუბი დიახ მე კიდე მინდა ერთი რამე აღვნიშნო ჩვენ რო ვიწყებდით ამ პროექტს პირველ რიგში ჩვენ მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს ნებართვით რომ ჩვენ გაგვეკეთებინა ეს პროექტი. ნუ რაღაც ხელის შემშლელი რო არ ყოფილიყო. ჯანდაცვის სამინისტროდან ჩვენ მოგვივიდა ესეთი პასუხი, რომ ეს ნებართვას არ ექვემდებარება, უბრალოდ რეკომენდაცია მოგცეს, მე მინდა დიდი მადლობა უთხრა ჯანდაცვის სამინისტროს და რა თქმა უნდა მინისტრს, რეკომენდაცია მოგცეს, რომ დასწრებოდნენ მშობლები და სპეციალისტები. იმიტომ რომ ნებისმიერი ბავშვისთვის მოგეხსენებათ მშობელი ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს იქნება ჩვეულებრივი უნარჩვევების თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების რა თქმა უნდა ეს მშობელია ხო ბავშვისთვის. და როგორია მშობლების აქტივობა? თავის მშობლები რას ამბობენ? მშობლების აქტივობა ძალიან დიდია მინდა ვთქვა. მშობლები ჩართულები არიან სავარჯიშო პროცესში, იმიტომ რომ მე მათ არანაირად არ ვზღუდავ.
შესაბამისად შეიძლება ვიღაც ბავშვი ჩვენ წამოყვეს, გააკეთოს ვარჯიშები, მაგრამ არიან ბავშვები, რომლებიც მშობლების და ჩემი დახმარებით იმ ვარჯიშებს რო უყურებენ, საერთოდ აუტისტური სპექტრის მქონე პირებს აქვთ ერთი ესეთი ჩვევა. რასაც აკეთებს გვერდზე მდგომი, იგივეს იმეორებენ ისინიც. და ძალიან ნიჭიერები არიან, მინდა თქვა, იმიტომ რომ კიდე ერთი მაგალითია, ყველა მიცის, რომ ბილ გეიტსი არის აუტისტური სპექტრის მქონე. მშობლები ყველანაირად გვეხმარებიან სხვადასხვა საკითხებში. დაუშვათ მე მინდა ვთქვა, რომ თავიდან ჩვენ სულ პირველად მშობლები მოვიწვიეთ ილიას უნივერსიტეტში, ეს იყო კონფერენციის მაგვარი იყო, რომ გაგვეცნო ჩვენი პროექტი და ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა, რისთვისაც მე მინდა პირველ რიგში მე მინდა აი მშობლებს უთხრა ძალიან დიდი მადლობა, რომ ისინი გვენდნენ და მოგვანდეს თავისი შვილები ატარონ ფეხბურთზე და არა მარტო ფეხბურთზე, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა საერთოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების არის რომ მათ არ აქვთ გართობის საშუალება, ესე ვთქვათ. ისინი არიან დამოკიდებულები, აი ცენტრი სახლი. ყველა მიცის რომ მათ აქვთ კომუნიკაციის პრობლემა ამ ბავშვებს. მათთვის არის როგორც გართობა, ასევე არის სპორტული აქტივობა. ხო, დამეთანხმებით იმაში, რომ ამ ადამიანებს და ბავშვებს მით უმეტეს უნდა მივცეთ თავიანთი შესაძლებლობების გამომჟღავნების საშუალება და აი ეს გარემო, ხო, არის უმნიშვნელოვანესი. ბატონო გაიოს, რა მაინტერესებს, ანუ ასაკობრივი ზღვარი, ხო, არის 14 წელი და ეს შერეული გუნდია თუ რა პრინციპით არის, რამდენიმე გუნდად არიან დაკომპლექტებული ეს ბავშვები ან მუშაობის პროცესში? დასაწყისისთვის რა ქვია, ასაკობრივი კატეგორია იმიტომ არ შევზღუდეთ, რომ ძალიან ბევრი გამოჩნდა მსურველი და შემდეგ მსვლელობის პროცესში, როცა უკვე წვრთნას მიეცემა ესეთი სახე, რომ აი გუნდი ჩამოყალიბდეს სათამაშოდ, ხო, შეიძლება მერე გავყოთ ასაკობრივი კატეგორიით, მაგრამ ეხლა ძირითადში ხო სულ თითქმის ტოლები არიან ერთი-ორი ბავშვის გარდა. და საერთოდ წვრთნას უყოლა ექვემდებარება და ყველა იგებს რა არის გასაკეთებელი და ასე შემდეგ. მომავალში შეიძლება მართლა გაყოფა მოხდეს დაუშვათ დიდი პატარების და საერთოდ წვრთნებში უყოლა ერთად არის ჩართული. კიდე ერთი აი მშობლებთან დაკავშირებით აი შეხვედრებზე რო ვიყავით, აი წარმოიდგინეთ რომ ერთ-ერთმა მშობელმა მაგალითად რა, რომელიც დამოუკიდებლად სურვილი ჰქონდა რაღაც წრეზე, სპორტულ იმაზე ეტარებინა, ხო? ბავშვი არც იქ მიიღეს, რომ აქ აი რაოდენ გულდასაწყვეტია, ხო, რომ ბავშვმა ვერ შეძლო, ვერც სურვაზე შესვლა, ვერც სხვაგან ვერ მიიყვანეს და აი ამ ხრივ, ხო, ეს ჩვენი პროექტი აღმოჩნდა ისეთი, რომ ნებისმიერ აი საბავშვო ასაკის მსურველ შეუძლია მოვიდეს, ბავშვები მოდიან იქ ხარობენ, დარბიან და ასე შემდეგ რა და აი გარდა იმისა რომ მათ ჯანმრთელობისთვის არის ეს ძალიან კარგი, აი სანახავათაც რო განახათ აი გული გაგეხარდებათ ისეთ შესახედია როცა ბავშვი ხარობს, გულს დასდევს და ასე შემდეგ და ეს უკვე მომავალი საქმეა მე რამდენად ძლიერი გუნდი ვიქნებით და დამოკიდებული იმაზე როგორ გავსვნით ამ ბავშვებს. კი ბატონო, ჩვენ ამ თემაზე საუბარს რეკლამის შემდეგ განვაგრძობთ, ასე რომ დაგველოდით. ფართომასშტაბიანი სოციალური რადიო პროექტი იმედზე. ნინო მეუნარგიასთან ერთად. ჩვენ აქ ვართ. მოგესალმებით, ეთერში გადაცემა ჩვენ აქ ვართ, ნინო ვარ მეუნარგიოს. ცოტა ხნის წინ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის საფეხბურთო კლუბი მებრძოლები გაიხსნა და დღეს ჩემი გადაცემის სტუმრები არიან კლუბის დამფუძნებლები გაიოს და გიორგი ციხისელები. ჩვენი საკონტაქტო ნომრები 292 11 88 292 11 99. გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენ უკვე ვისაუბრეთ საფეხბურთო კლუბზე და მართლა ძალიან კარგი ინიციატივაა, ძალიან კარგი წამოწყება, როდესაც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს ეძლევათ იმის საშუალება, რომ უბრალოდ იარონ ფეხბურთზე, ესე მარტივი ენით რო ვთქვა და ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ეს ყველაფერი და ის რომ ფაქტიურად გუნდად ყალიბდება, ხო? ეს მართალია საწყისი პროცესია, მაგრამ არის ძალიან დიდი იმედი ის, რომ მართლა სერიოზულ გუნდად ჩამოყალიბდეს ეს ყველაფერი. ჩვენ ვისაუბრეთ მსმენელთა საყურადღებოდ გარდა ამისა მშობელთა აქტივობაზე, რამდენად მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა. ზოგადად რომ აღნიშნოთ
და ვთქვათ, ხო, თან სოფლიოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ცხოვრება მშობლებმა შეცვალეს და მართლაც უნიშნელოვანესია მათი მხარდაჭერა. გარდა ამისა აღვნიშნეთ ის, რომ თვითონ სახელმწიფო სტრუქტურები როგორ დაგიდნენ გვერდში, იმიტომ რომ თანადგომის და დახმარების გარეშე ამ ხელა საქმის წამოწყება ნამდვილად ძალიან რთულია. და ბატონ გიორგი, მე მაინტერესებს თავად ბავშვები, უფრო დავაკონკრეტოთ, როგორ მოყვებიან, როგორ არიან ჩართული ამ პროცესში. თავშეთ რამდენად რთულია მათთან მუშაობა, როგორ მუშაობთ მწვრთნელები ამ ბავშვებთან? პრინციპში მე მინდა ვთქვა, ჩვენ ამ კლუბის გარდა კიდევ ყავს კლუბი, ეს არის ფორვარდი. რაც შეეხება ამ ბავშვებთან ვარჯიშს, ჩემი აზრით იმათთან უფრო ძნელია ვარჯიში ფორვარდის ბავშვებთან და ფორვარდის მებრძოლებთან. ვიდრე მებრძოლებთან, დიახ. ეს ბავშვები კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები არიან ძალიან ნიჭიერები. მათ აქვთ აღქმის უნარი აქვთ ძალიან მაგარი. ჩვენ სულ რაღაც 2 თვეა ვარჯიშობთ, შეიძლება ცოტა მეტი და ბევრი სავარჯიშო ელემენტები მათ უკვე გაიგეს. უბრალოდ ჩვენ რა თქმა უნდა არ ვჩქარობთ, ეხლა კონკრეტულად არ გადავდივართ ჯერ სათამაშო ელემენტებზე, იმიტომ რომ ბავშვმა როგორც სკოლაშია რომ თავიდან ამბავს სწავლობს, შემდეგ უფრო რთულდება ნელ-ნელა, ჩვენ ესე ვაკეთებთ, თან მშობლებიც ესწრებიან ამ ვარჯიშს. ყველანაირად ვცდილობთ რომ ამ ბავშვის ესე ვთქვათ თავში და ტვინში შევიდეს აი ეს საფეხბურთო ელემენტები, სავარჯიშო ელემენტები. შემდეგ უკვე ყველანაირად ვეცდებით რომ ამას მივცეთ სათამაშო სახე. კონკრეტულად შეგვიძლია ჩემი ერთი კლუბი და მეორე კლუბი ერთმანეთთან ვათამაშოთ საჩვენებელი მატჩი გავმართოთ, რომლებიც გახსნაზე ორივე კლუბი იყო 24-ში. ძალიან კარგი. ესწრებოდა გახსნას. ბატონ გაიოს, მე მაინტერესებს რეგიონთან მიმართებაში რას აპირებთ? ისეთ რა არის, ეს პროექტი დავიწყეთ თბილისის მასშტაბით, მე აღნიშნე რომ ეს 4 ცენტრის ძირითადი ცენტრების კონტინგენტის ბავშვები ყავს, მაგრამ არის რეგიონებში, მაგალითად საგარეჯოში არის აუტისტური სპექტრის მქონე, მე ჩემი ინფორმაციით სადაც 70 ბავშვზე მეტია და შემდგომი ჩვენ მიზნებში შედის რომ რეგიონებშიც მსგავსი აი სპორტული კლუბის სახით ფეხბურთის მიმართულებით შეიძლება მე დავამატოთ სახეობა დავუშვათ, იმიტომ რომ ჩვენი წესდების მიხედვით ჩვენ ვართ სპორტული კლუბი. ამ შემთხვევაში გიორგი არის UEFA-ს B კატეგორიის მფლობელი და ფეხბურთის კლუბი, იმიტომ ჩამოვაღალიბეთ. შემდგომში ვფიქრობთ ქუთაისზე, ბათუმზე, ასე შემდეგ რომ შეიქმნას მთლიანად საქართველოში მსგავსი კლუბები და დავუშვათ სამომავლოდ ჩავატაროთ როცა სათანადოდ ეს ბავშვები მზად იქნებიან შიდა საქართველოს ჩემპიონატი ან როგორც რა ქვია შეხვედრები, სამატჩო შეხვედრები გავმართოთ და ასე შემდეგ. რამდენად ჩვენი მიზნებში შედის და რა ქვია სამომავლო გეგმებში და ძალიან ვეცდებით რომ განვახორციელოთ და ამ პროექტს გაგრძელებად მიმოვიხილავთ ჩვენ ამას შემდგომისთვის. და როდესაც დაიწყეთ ამ პროექტის განხორციელება, გაიზიარეთ თუ არა ევროპული გამოცდილება? არის თუ არა მსგავსი გუნდები ევროპაში? ჩვენ როგორც მოვიზიეთ და განსაკუთრებულად გიორგი იყო ამით დაინტერესებული, პოსტსაბჭოთა სივრცეში მსგავსი ვერ ვიპოვეთ და ვერ მოვიზიეთ. კონკრეტულად მე მინდა გითხრათ რომ რამდენადაც ჩემი ინფორმაციითაც და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით საქართველოში რა თქმა უნდა და ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ესეთი ესე ვთქვათ საფეხბურთო კლუბი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და აუტისტური სპექტრის მქონე სკოლის ასაკის ბავშვებში არ არსებობს. რაც შეეხება ევროპას, მე სავარაუდოდ ეხლა ინფორმაცია ევროპაზე არ გამაჩნია, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებში, კონკრეტულად ლოს-ანჯელესში, მაიამიში არის აუტისტების საფეხბურთო კლუბი, მაიამიში ქვია აუტიზ სოკერ. ჩვენ საიტიდან გავიგეთ ეს. ყველანაირად გვინდა ბატონმა გაიოზმა აქ ილაპარაკა, რომ ეს პროექტი უფრო მასიური გახდეს. მე მინდა უბრალოდ ვთხოვო და ესე ვთქვათ
მიმართო საქართველოს მთავრობას ხელმძღვანელობას რომ მეტი ყურადღებით მოეკიდონ ამ საკითხს, იმიტომ რომ ჯერ ერთი აქ არის ლაპარაკი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე და კონკრეტულად ბავშვებზე და მეორეა ლაპარაკი პირველ სპორტზე მსოფლიოში. ეს არის ყველაზე მასობრივი სპორტი. დაახლოებით მე რამდენადაც ვიცი მსოფლიო ჩემპიონატს უყურებს 3 მილიარდ კაცზე მეტი. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ რომ ეს პროექტი ამ პროექტმა იცოცხლოს ძალიან დიდი ხანი. ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის, ხვდებით სხვადასხვა პიროვნებებს, სახელმწიფო დაწესებულებებში ადამიანებს, რომლებიც კიდევ ერთხელ ვიძახი მე დიდი მადლობა ვინც დაგვეხმარა, ყველას მადლობა. რაც შეეხება საქართველოს მასშტაბით გაზდას ამ პროექტის, ეს არის დროის საკითხია. ჩვენ ამ პროექტთან დაკავშირებით უკან დახევას არანაირად არ ვაპირებთ. რაც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა იყოს ჩვენ წინ ვივლით, თუნდაც ნელ-ნელა. მაგალითად მე გურიის რეგიონში არის ავთანდილ სირბილაშვილი, რომელიც მე რამდენადაც ვიცი კურირებს სპორტის საკითხებს. მე ამ პიროვნებას ველაპარაკე, ძალიან კაი ადამიანია. მივიღე მხარდაჭერა, რომ ყველანაირად გურიის რეგიონში იქნება აი ამ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების, ესე ვთქვათ, საფეხბურთო განხრით, ჩვენ ამ თემაზე ვილაპარაკეთ, მხარდაჭერა გვექნება ამ რეგიონიდან. რაც შეეხება სხვა რეგიონებს, ჩვენ ჯერჯერობით არ ვჩქარობთ, ესე ვთქვათ, ჩვენ გვინდა რომ აი ეს მყარად დამკვიდრდეს ჩვენი კლუბი თბილისში. შემდეგ რა თქმა უნდა რეგიონებზეც გადავალთ და საბოლოო მიზანია რომ ჩატარდეს საერთო ესე ვთქვათ კონფერენცია, ეს იქნება აუტისტური სპექტრის მქონე აი ბავშვების, ესე ვთქვათ ვინც არის ამ მშობლები გაწევრიანებული. მაგალითად მე ვიცი აუტიზმის ქალბატონი სოფიო კერესელიძე არის საქართველოში აუტიზმის ესე ვთქვათ ასოციაციის პრეზიდენტი. და ჩვენ დიდი მადლობა გალბატონ სოფიოს, ძალიან დაგვეხმარა ჩვენ. მადლობას ვუხდით, მისი ვაჟი ჩვენთან დადის ფეხბურთზე. ყველანაირად გვერდში გვიდგას, რა გვეხმარება. ჩვენ გადაცემის პირველ ნაწილში უკვე ვისაუბრეთ, რომ ამ პროექტის განხორციელებისას თქვენ კომუნიკაციაში იყავით როგორც ჯანდაცვის სამინისტროსთან, ასევე ამ მიმართულებით მომუშავე სპეციალისტებთან და ანუ ყველას მხარდაჭერა მოიპოვეთ. ანუ ეს არ არის რომ მხოლოდ ეს თქვენი იდეა იყო და თქვენი გადაწყვეტილება. დიახ, ჩვენ მე ვთქვი გადაცემის პირველ ნაწილში რომ ჩვენ მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს ნებართვით. ეს რა თქმა უნდა პირველ რიგში იყო ესე ვთქვათ ზრდილობის საკითხი, იმიტომ რომ რაღაც საქმეს რო იწყებ, შესაბამისად სახელმწიფოსაც უნდა კითხო. ეს ესეა, ჩვენ თუ გვინდა რომ სახელმწიფო ვიყოთ და ვართ რა თქმა უნდა სახელმწიფო უნდა გითხრას, აი მიგითითოს გზა როგორ წაიყვანო შენი საქმიანობა მაგხრივ. და მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარება, ხო იმ ადამიანების, რომლებიც წლებია უკვე ამ მიმართულებით მუშაობენ. მე კონკრეტულად მინდა ვთქვა ბატონი ნუგზარი კანდელაკი, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში კურირებს ამ ესე ვთქვათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების საკითხს. ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია. მე მას მადლობას ვუხდი ყველას რა თქმა უნდა იქ სპორტის სამინისტროში. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო კიდევ ერთხელ ვიზახი ფეხბურთის ფედერაციას. ჩვენ ინვენტარის სახით ყველანაირად უზრუნველყოფილები ვართ ახლა. გარდა ინვენტარისა თქვენ უკვე აღნიშნეთ რომ ისევ გავიმეოროთ რომ არის ექიმი, არის ფსიქოლოგი. რა თქმა უნდა, კი. ანუ კლუბი ფუნქციონირებს თავიდან ბოლომდე ისე როგორც საჭიროა. ეს არის ესე ვთქვათ საფეხბურთო კლუბი, ბავშვთა საფეხბურთო კლუბი, რომელიც ფუნქციონირებს უკვე 2 თვეზე მეტია. რომელსაც აქვს ესე ვთქვათ დიდი მიზნები, რომ უფრო მეტი ხალხი ჩაერთოს, ესე ვთქვათ, უფრო მეტი ბავშვები ჩაერთონ და ეს არის საქვეყნო საქმეა. ეს არა კონკრეტულად
ჩემი ან ბატონი ნამდვილად გეთანხმებით ამაში და ისევ მინდა ანუ კლუბს და ვარჯიშის პროცესს დავუბრუნდე. ანუ გავიმეოროთ კლუბი არის წყნეთში. იმ საფას შემოგვერთა მათ საყურადღებო და რაც შეეხება რამდენი დღეა ეს ვარჯიში ანუ 2 დღე 3 დღე და როგორ ხდება ხო? ესე ვთქვათ ჩვენ ჯერჯერობით კვირაში გვაქვს 2 დღე. ეს არის შაბათ-კვირას 3 საათზე. ისიც მშობლების მოთხოვნით შაბათ-კვირას რომ მშობლების დატვირთვას მაცვენით. იმიტომ რომ მშობლები თან ახლავენ ბავშვებს. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი. მშობლები ჩართულები არიან ყველანაირად, დაყვებიან ამ ბავშვებს. ჩვენთან ერთად არიან ყველანაირად გვერდში გვიდგანან. ესე იგი 2 დღეა კვირაში, შაბათ-კვირას 3 საათზე. რამდენი საათია ვარჯიში? საათი მაქსიმუმ გრძელდება საათი და 15 წუთი. კიდე მინდა ვთქვა, ჩვენ გვინდა ყველანაირად და ვცდილობთ რომ დავამატოთ თეორიული მეცადინეობა. თეორიულ მეცადინეობაში შედის როგორც დარბაზში რო გადავალთ იქ უფრო თანამედროვე ფეხბურთში არის ეს ვიდეო ჩვენებები. კონკრეტულად ფეხბურთის მატჩების, ეპიზოდების. იმედი მაქვს რომ გამოგვივა ესე იგი ყველანაირად ჯერჯერობით არ გვაქვს იმის საშუალება დავუშვათ რომ ეს ბავშვები შევკრიბოთ. გვინდა რომ კიდე ერთი დღე დაემატოს, სადაც ეს ბავშვებს შევკრიბავთ და ნათლად ვაჩვენებთ ფეხბურთის ელემენტებს, რომ თვითონაც დაინახონ, იმიტომ რიგი ბავშვებისა იმდენად კარგად ფლობენ კომპიუტერს, ვერ წარმოვიდგენთ, რომ კომპიუტერის საშუალებით ინგლისური ისწავლეს და ამასთანავე ესეც შემთხვევას გადავეყარა, რომ ბავშვმა რომელმაც კომპიუტერის საშუალებით ისწავლა ინგლისური, იმდენად სრულყოფილად იცის ინგლისური, რომ ქართული აქცენტი გაუჩნდა, წარმოვიდგინეთ, ხო საოცარია. ხო და აი ამ თეორიული სადაც ეს როგორც სხვა კლუბებშია და როგორც ყველგან ხდება ეს თეორიული მესადინეობა ექნებათ რომ ნათლად დაინახონ ეს ელემენტები. ჩვენ ახლა გამოწვევებზე უნდა ვისაუბროთ გადაცემის დასასრულს. თქვენი უმთავრესი გამოწვევა რა არის? ჩვენი უმთავრესი გამოწვევა ესე ვთქვათ არის ჩვენ მე კიდე ერთხელ გავიმეორებ ჩვენ როგორც ინვენტარის სახით ყველანაირად უზრუნველყოფილები ვართ. უბრალოდ ეს პროექტი რომ გახდეს მასიური ჩვენ რა თქმა უნდა გვინდა რომ დაფინანსება გაიზარდოს ჩვენი ესე ვთქვათ პროექტის ჩვენი უკაცრავად მიმართეთ თუ არა დონორ ორგანიზაციებს ეს მაინტერესებს. სიმართლე გითხრათ დონორ ორგანიზაციებისთვის ჯერჯერობით რამოდენიმე დონორ ორგანიზაციას მიმართეთ. კი ბატონო, მაგრამ საქმე რაშია ახლა საბედნიეროდ ჩვენი პროექტი დაიწყო 2 აპრილს იყო საერთაშორისო აუტიზმის საერთაშორისო დღე და იქიდან მოდის ჩვენ და აი ამ ზეიმებზე ცენტრებმა რაც მოაწყოს იქაც ვიყავი ჩართული გიორგის იქ გამოვიდა მშობლების წინაშე და იქიდან მასიური ნაციონალური მიმართეთ კი დონორ ორგანიზაციებს მე მინდა ყველას მიულოცო ხვალინდელი დღე და არჩევნები, მაგრამ აი საარჩევნო პერიოდს რო დაემთხვა ხო არჩევნებს დავასრულებთ და მე მოვხედავ. ყველასგან იყო ესეთი თუ გაჟღერებული თუ აი ქვეცნობიერად რომ აი მორჩეს არჩევნები უფრო მეტ ყურადღებას მოვაქცევ და იმედია რომ ყველა უფრო მინდა ვთქვა რომ ჩვენ ესე კონკრეტულად რამოდენიმე ფონდს მიმართეთ, აი მაგალითად ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ფონდი. მე დარწმუნებული ვარ, ისინი ყველანაირად დაგვეხმარებიან. მათ ახალგაზრდა ხელმძღვანელი ყავთ, ირაკლი ჟორჟიოლიანი, რომელიც არის აი ძალიან კაი ადამიანია, ხო. ჩვენ ბავშვები არა ვართ და ადამიანში არ ვწდებით. მათ როგორც მე მითხრეს თებერვლიდან გამოცხადდება სპეციალური პროგრამა, რომელიცაც დაფინანსდება სხვადასხვა პროექტები. დიახ. ჩვენს მივიღოთ მონაწილეობა. რა თქმა უნდა, ჩვენც ვაპირებთ რომ მონაწილეობა მივიღოთ. რაც უფრო მასიური გახდება ჩვენი პროექტი და მოიცავს მთელ საქართველოს, მით უფრო დარწმუნებული ვარ, ჩვენი ჯერ ერთი ჩვენი მიზანია ეს და მეორე ერთი მით უფრო ესე ვთქვათ პოპულარული გახდება. ერთის მხრივ აუტისტების ესე ვთქვათ საკითხი და პრობლემა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების და მეორეს მხრივ ფეხბურთის დონეც უფრო მოიმატებს, იმიტომ რომ ჩვენ მე კიდე ერთხელ გავმეორდები ესეთი რამე პირველად შეიქმნა საქართველოში. მე მინდა შევახსენო ყველას, მათ შორის დავრობის წევრებსაც, მათ შორის სახელმწიფო დაწესებულებებში, ვინც არიან, ვინც საქართველოს ესე ვთქვათ ბეძზე ზრუნავს და საქართველოსთვის გული შედგება.
ესეთი რამე არ არის ისეთ გიგანტ სახელმწიფოში როგორიც არის რუსეთი. მე მინდა ვთქვა ეს. კარგი და თქვენ გადაცემის დასაწყისში აღნიშნეთ რომ მესი არის აუტისტური სპექტრის მქონე და არაერთი ვარსკვლავი და არ არის გამორიცხული კი არა დარწმუნებული ვარ იმაში რომ ვარსკვლავები გვესდებიან. უბრალოდ მან ხელშეწყობა უნდა. კი ბატონო ყველანაირად. ერთ-ერთ შეხვედრაზე საუბრობთ თუნდაც ერთი კობიაშვილი კალაძე რო გავზარდოთ ხო კარგი იქნება. გადასაღები. ღმერთმა ქნავს რომ ამ ბავშვებიდან შეითვისოს ესე ვთქვათ აითვისოს ეს საფეხბურთო ელემენტები და თუნდაც ბატონი გაიოზის თქმის არ იყოს გამოვიდეს კობიაშვილი კალაძე კინკლაძე ამ ბავშვების ბედი და მომავალი არის ჩვენს ხელში. ამიტომაც სახელიც ისეთი შევარჩიეთ რომ სპორტი არის ბრძოლა და კლუბს დაერქვა მებრძოლები და ვებრძოლებთ სულ ჩემპიონატს. თავარია მინდა პირველ რიგში თქვენ გადაგიხადოთ დიდი მადლობა რომ თქვენ დაინტერესდით ესე ვთქვათ ამ დიდი მადლობა იმისთვის რომ თქვენ ესეთ კარგ საქმეს აკეთებთ. ამ პრობლემით ჩვენი კლუბით მე მინდა თქვენის ესე ვთქვათ თქვენი რადიოს მეშვეობით მიმართო საქართველოში მას მედიას რადიოებს რომ ყველანაირად რომ ამ ბავშვებს ხელი შეუწყოთ უფრო პოპულარული გავხადოთ ეს თემა ესე ვთქვათ ხალხმა გაიგოს მასამ გაიგოს ჩვენი მხრიდან ყველანაირად ვცდილობთ რომ ამ ბავშვებს ხელი შეუწყოთ. კიდევ ერთხელ ვიძახი რაღაცეები ჯერჯერობით გამოდის. რაღაცეები ჯერჯერობით, ну ესე ვთქვათ ერთ ადგილას დგას, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, რომ ჩვენ მთლიანად საქართველოს მოვიცავთ და შემდეგ ჩავატარებთ ის კონფერენციას აი ამ თემასთან დაკავშირებით. და მითხრა, ახლა ძალიან ბევრი გვისმენს და მსმენელს შეიძლება გაუჩნდეს სურვილი თქვენთან დაკავშირების და ჩვენ შეგვიძლია თქვენის საკონტაქტო ნომერიც გავაჟღეროთ, ხო? საქველმოქმედო ტელეფონი. საქველმოქმედო ტელეფონი, ხო? 0911 901 975. ძალიან ბევრი მსურველი იქნება და ასე რომ საფეხბურთო კლუბი მებრძოლები მზად არიან მიგიღოთ, ანუ სულ ერთია ეს ნებისმიერი იქნება ეს რა ასაკისაც არ უნდა იყოს ეს ხო თქვენ კი თქვით რომ ზღვარი არის 14 წლამდე მაგრამ 16 წლისაც რომ იყოს მე მგონი არ არის პრობლემა ხო თქვენ მზად ხართ რომ ეს ბავშვები თქვენთან კლუბში გააწევრიანონ გამომდინარე იქიდან რომ არის რაღაც საკითხები სადაც დაუშვათ ამ ბავშვებს და მშობლებს თუნდაც რაღაც პრობლემები ექნება და აი დაუშვათ სადღაც მიყვანასთან ან ესეთი პრობლემა იყო მე ვიცი თქვენ მზად ხართ რომ ისინი მიიღოთ რა თქმა უნდა კარგით თქვენ მებრძოლები ხართ და მე გისურვებთ წარმატებას გისურვებთ გამარჯვებას და მე დარწმუნებულია რომ ისეთი კეთილი და ისეთი კარგი საქმე გააკეთეთ რომ თქვენს მიზანს აუცილებლად მიაღწევთ ჩვენის მხრიდან გისურვებთ წარმატებას დიდი მადლობა მსმენელს ერთი კვირით ვემშვიდობებით დროებით კარგად ბრძანდებოდეთ უყურებთ, მაგრამ ვერ ვხედავთ. ვამჩნევთ, მაგრამ ვერ იდებით. ვპირდებით, მაგრამ გვავიწყდება. დროა შევიცვალოთ მენტალობა. დროა გავიგოთ მათზე მეტი და ვუთხრათ, ჩვენ აქ ვართ. ფართომასშტაბიანი სოციალური რადიო პროექტი იმედზე. ნინო მეუნარგიასთან ერთად. ჩვენ აქ ვართ.